დაიღალეთ, თუ კი მშვიდი საღამოები მოგენატრათ, თუ კი დიდი ხანია არ გისმენიათ მუსიკისთვის მეგობრებთან ერთად ან კინოში გინდათ წასვლა, თუ კი საღამოს ოჯახთან ერთად ვახშამი გენატრებათ, ან ეკლესიაში ლოცვაზე მშვიდი გონებით დგომა, თუ კი ახალი წლის ჟრიამული და რუსთაველზე უბრალოდ სეირნობა მოგენატრათ, ეს ნორმალურია. არანორმალურია ის, რომ სისტემა ამის უფლებას გვართმევს. ათობით ადამიანი ღამეებს იზოლატორში ათევს. ათობით ადამიანი ნაცემი სახე-ჩალეწილი საავადმყოფოში წევს. ასობით ადამიანს კარზე კაკუნის ხმით აშინებენ და ათასობით ადამიანი უკვე ორ კვირაზე მეტია ყოველ საღამოს რუსთაველზე ათენებს. არანორმალურია, როდესაც სისტემა აქციაზე ლაზერის გამოყენებას კრძალავს. არანორმალურია, როდესაც სისტემა მანქანიდან გიტაცებს და შემდგომ ოჯახი საათობით გეძებს. არანორმალურია, როდესაც სისტემას ძაღლის გასეირნების დროს აღყავხარ. დღეს ბევრი რამეა არანორმალური. ხო და დავუბრუნდეთ ნორმალობას, ჯერ დაღლის დრო არაა. წლის რევაზ კიკნაძე 6 დეკემბერს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროს ჩასასვლელთან დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობის მუხლით ედავებიან. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რეზო კიკნაძე დაკავებისთანავე აცხადებდა, რომ პოლიცია ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა. ამ მიზნით ლისზეც აიყვანეს. ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. ამის გამო მან შიმშილობაც დაიწყო და 80 საათის განმავლობაში შიმშილობდა. თუმცა დედის თხოვნის საფუძველზე შიმშილობა შეწყვეტა. ჩვენ რეზის მშობლებთან რუსთავში ჩავედით. გადმოვხედავ ხოლმე ჩემი შვილის საწოლს და რომ მეგულება რომ საწოლში წევს ჩემი შვილი და რომ ხედავ რომ არ არის ძალიან განვიცდი. ეს უდანაშაულოდ დაჭერილი მარტო ჩემი შვილი არა, სხვისი შვილებიც გამოუშვან სამართალმა იზეიმოს სრულ ინფორმაციებს, ნუ გაიზიარეთ და ნუ გონიათ რომ ეს ახალგაზრდები ტყუილად არიან იქ, ესენიც პატრიოტები არიან, ვინც არიან ყველა. ჩვენი ნამონაგარი და ნაბრძოლარი გაგვინიავეს. ჩემი ნატვრა მეტი არაფერი რომ ჩემი შვილმა იზოლატორში არ გაატაროს ახალი წელი. თან რა გაიდღეს არის დაბადებული 7 იანვარი შობა. პატრიოტია ჩემი შვილი და სიამაყე გამაჩნია მე და მექნება. როდის გაიგეთ რეზის დაკავების შესახებ, სად იყავით, ვინ გითხრათ? 6 რიცხვში მე ვიმყოფებოდი სამსახურში ჯორჯელის ვრეცხა და იმაზე მუშაობ. იქ ვიმყოფებოდი და საღამოს 4 საათი იქნებოდა ასე 5-ისკენ რომ დამირეკა სამართალდამცავებიდან პოლიცია იყო. ძალიან გავნერვიულდი, ვიცოდი რომ ჩემი შვილი აქციაზე იმყოფებოდა და მივხვდი რომ რაშიც იყო საქმე. მოვედი სახლთან და დამხვდნენ ძალიან ბევრი სამართალდამცავები. შემოვედი, დასხდნენ აქ, მეც დავჭექი და მითხრეს რომ თქვენი შვილი დაკავებულია. აქციაზე იმყოფებოდა და იქ ავიყვანეთ. მეტი არაფერი არ ვთქვამთ. მეთქი სად არის, როგორ არის, შევეკითხე ყველაფერი და ჩვენ ამის მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენ მოგცემთ გამომძიებლის ტელეფონის ნომერს, იმას დაუკავშირდით და ის აგიხსნით ყველაფერს. მერე მითხრეს რომ გვაჩვენე რეზოს საწოლი, სად იწვა, მე ვაჩვენე მისი საწოლი, შეამოწმეს. შემდეგ მითხრეს რომ მეჩვენებია კარადა, სადაც ჩემი შვილის ტანისამოსიც ინახებოდა. ტანისამოსიც ნახეს, რაც იყო ყველაფერი შეამოწმეს და კიდევ უჯრა, სადაც მისი ნივთები და თავისი ტანსაცმელი ყველაფერი რაც იყო, ისეთ შეამოწმეს. შემდეგ მითხრეს რომ ყვითელი სვიტრი მიმეცა მაგათთვის, რომელიც ეცვა ხოლმე აქციებზე.
მე ვუთხარი რომ გარეცხილი მაქვს მანქანაში მიდევს და გამოიღეს სველი ეს სვიტრი ჩადეს პარკში და დალუქეს მითხრეს კიდევ რომ თქვენმა შვილმა მითხრაო რომ პლასმასის სათვალე და ნიღაბი დევს და ეს მომეცითო მითხრეს სამართალდამცავებმა და აიღეს ეს პლასმასის სათვალე და ნიღაბი. რა მოტივით უნდა შეამოწმებინათ საწოლი კარა და რა გითხრეს? არ ვიცი, მითხრეს რომ აქციაზე რომ იყვნენ იქ ახალგაზრდები და მათ შორის თქვენი შვილიცო, ქვებს ისროდნენ და რაღაც ასაფეთქებელ ნივთიერებებს და რაღაცებს ისროდნენ და ალბათ ეგონათ რომ სახლში ქონდა მოტანილი ჩემი შვილს და ინახავდა ან მალავდა ან რამე. ანუ ფაქტობრივად ჭრეკა ჩაატარეს და თქვენ ამის შესახებ არ იცოდეთ. არაფერი ჭრეკას ჭირდება შესაბამისი ოქმი. კი, მე ვუთხარი რომ ის არ უნდა შემოგეშვა სახლში. რისთვის ატარებთ ამ ჭრეკას და ჩვენ გვაქვს ამის უფლებაო რომ გავჩხრიკოთო და ნახოთო თუ რამე ინახება თქვენ სახლში და ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს ისეთი არც ქვა იყო ჩემს სახლში და არც ასაფეთქებელი არაფერი არ იყო სახლში და ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს ეს ყვითელი ზედა წაიღეს მკითხე მე ესო აქციების დროსო ეცვაო ხშირათო და ჩვენო ვიდეოები გვაქვსო და იქ ფიქსირდება რომ აცვია ეს სვიტრი თქვენ შვილსო და ნივთმტკიცებულებად წაიღეს ეს სვიტრი ჩემი შვილის სვიტრი რატო წაიღეს ახლა რა ვიცი მე წინააღმდეგობა ვერ გაუწიე რა უნდა გამეკეთებია მარტო ვიყავი ამ დროს როცა ეს არც ადვოკატისთვის დაგირეკავთ არავისთვის არ დამირეკავთ იმ წუთში არაფერი არ ვიცოდი და ჩემ შვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობის პროტესტი, რაც იქ იმყოფებოდა, ჩემ შვილი იყო შიმშილობდა და არ მიუღია საკვები. ჩემ შვილთან ერთად შიმშილობდი მე. ეს იცოდა ზუსტად რამდენი დღეს ჩემ შვილმა იშიმშილა, იმდენი დღე ვიშიმშილე მე. მე ჯანმრთელობა მაქვს ცოტა შერყეული, ეს იცის ჩემ შვილმა. სასამართლოზე შეიქმნა ცუდად, თავბრუს ხვევა დაემართა, გამოიძახეს სამართალდამცავებმა სასწრაფო მოვიდა, რაც უნდა გაეკეთებიათ, მაგაზეც უარი განაცხადა და არაფერი არ გაეკეთა ჩემ შვილმა და თქვა რომ გააგრძელებდა ისევ შიმშილს. რომ ბრძოლას ვაგრძელებ თავისუფლებისათვის ვაგრძელებ შიმშილს და გამომარჯოს საქართველოს. მე ვთხოვე და სპორტილები და წაიყვანე. მე იქ სასამართლოზე ისევ ცუდად გავხდი, გამიყვანეს გარეთ და ჩემ შვილმა ჩემთვისაც მოითხოვა სასწრაფო რომ დედა ჩემიო ცუდად არისო და იქნებ გაუწიოთ დახმარებაო. მე გარეთ გავედი და ბოლო განაჩენი არ მომისმენია, რადგან აღარ შემიშვეს სამართალდამცავებმა და რატომ აღარ შემიშვეს? არ ვიცი მთავრდებაო და აღარ შემიშვეს რა ვიცი. ცუდად ვიყავი იქ მეგობარი გამომყვა ჩემი შვილის მეგობარი რომელიც გვერდში მიდგა მედიკამენტი მომაწოდა რომ არ წავქცეულიყავ დედა არ ინერვიულო ადვოკატმა მითხრა რაც დააბარე აღარ ვშივშილობ მარტო ჩემი ჯანმრთელობა რომ იყოს სასწორზე ეგ დიდად არ მანაღვლებს გადავწყვიტე შიმშილი შევწყვიტო შენთვის რომ მე არ მოვკვდე რა იცის რომ მე ვერ გადავიტან არც ერთი წამით არ ინერვიულო აქ რომ ვარ პირიქით სულ სიამაყე კონდეს სიამაყით იყავი ამაყი რომ ქვეყნის სიყვარულის გამო დაიჭირეს შენი შვილი მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ და არ იტიროთ გთხოვთ მშობლისთვის ძალიან ძნელია და ძალიან ძიმეა ეს რომ ვიცი რომ ჩემი შვილი იზოლატორში იმყოფება და 4 კედელში და ვერ ვნახავ ისეთი არაფერი ჩაუდენია ჩემ შვილს რომ რამე საშიში რამ გაეკეთებია უბრალოდ იდგა აქციაზე მშვიდობიან აქციაზე ახალგაზრდებთან ერთად რომლებიც სამშობლოს სიყვარულისთვის არიან გამოსული
მაგისტვის იყო ჩემი შვილი იქ. აი ხო გაქვთ უნდა ტელეფონში აქციაზე როის და წიგნია გადაშლილი. როგორც კი დაამთავრა სკოლა, იმ წუთში ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ბიზნეს ადმინისტრირებაზე და გრანტით მოხვდა. სწავლობდა 2 წელიწადი და შემდეგ რატომღაც მოინდომა ჟურნალისტიკაზე და შემდეგ ჩააბარა ჟურნალისტიკაზე. იქ 70%-იანში მოხვდა ჟურნალისტიკაზე. იქაც სწავლობდა, იქაც ერთი წელი სწავლობდა. შემშილს ძალიან უყვარს წიგნები, კითხვა, განათლება, სოციალურ კომპიუტერში კი იჯდა ხოლმე, მაგრამ ძირითადად აი იქაც მაქვს თაროები, სადაც აწყვია ბევრი წიგნები, თვითონაც რომ მუშაობდა კითხულ თავისი ხელფასიდან არც ერთი არ ყოფილა რომ წიგნი არ ეყიდოს, ყოველთვის ყიდულობდა წიგნებს, მეგობრებიც ჩუქნიდნენ და აქციაზეც მიქონდა წიგნი, სამსახურშიც მიქონდა წიგნი, რა დროც და პატარა დრო როცა დარჩებოდა სამსახურში, ის წიგნს კითხულობდა, შემდეგ ისე სამუშაოს გააგრძელებდა და აქციაზე რო დადიოდა, იქაც რო ღამეს ხომ ათევდა, იქ მთელი ღამე იყო თავის მეგობრებთან ერთად აქციაზე და წიგნი ჰქონდა და კითხულობდა ამ წიგნს. კი განვიცდი ძალიან რომ ჩემი შვილი ეხლა იზოლატორში იმყოფება, ყველაზე მეტად მე განვიცდი, იმიტომ რომ სულ ჩემ გვერდით იყო ჩემი შვილი და აი ხამეც არ მძინავს, სულ ცრემლები მომდის და გადმოვხედავ ხოლმე ჩემი შვილს საწოლს და რომ მეგულება რომ საწოლში წევს ჩემი შვილი და რომ ხედავ რომ არ არის ძალიან განვიცდი, მაგრამ მაინც ამაყივარ მე ჩემი შვილით, ამაყივარ რომ ჩემი შვილი ისეთი საქმისთვის არის იმ იზოლატორში, რომ პატრიოტია ჩემი შვილი და სიამაყე გამაჩნია მე და მექნება და ხალხო, ნუ იქნებით ცრუ ხალხს, ნუ მოусმენთ, ცრუ ინფორმაციებს, ნუ გაიზიარეთ და ნუ გონიათ რომ ეს ახალგაზრდები ტყუილად არიან იქ, ესენიც პატრიოტები არიან, ვინც არიან, ყველა ჩემი შვილის ტოლები თუ უფროსები თუ პატარები, ყველა ქვეყნის გულისთვის, ქვეყნისთვის იბრძვიან და უნდათ რომ სიმართლე გაიმარჯვეს ამ ქვეყანაზე. რაც მე იქ ნახულობ, ეს არის ამაზრზენი. მე გუშინწილ იქ კადრები მაჩვენეს. იმ წაქცეულ ჟურნალისტს არ ვიცი, ღმერთო მაპატიეთ, მაგრამ იმ ბიჭს თავიება თუ რიყის სხვა ის ურტყავდნენ, ის თავი თუ არ გასწდებოდა. მარტო მე კი არა, ყველა შეძურწულია დედები, ხალხი. რა უნდა მოუწოდო, როგორ ცემენ უმოწყალოდ, გინდა მოხუცი იყოს, გინდა ახალგაზრდა, როგორ შეიძლება ასე გამეტებით. 88 წლის მაისში ჩამოვედი ჯარიდან. სოფელში ვარ წასული და ტელევიზორს უყურებდა იმ მამული შვილებმა, რომლებმაც აჭარიდან დაიწყეს 20 კაცის მიტინგი, ამას უსმენდა, გული ამიჩუქდა და იქიდან დავიწყი, აგორდა ეს მიტინგები, აგორდა და გადმოვიდა თბილისში და ყველა ვიყავით ერთიანი. და მიამაყება რომ ზვიადის და მერაბის მოვესწარი და იმაცულებს ვენაცვალე მე. მერე რაც მოხდა 9 აპრილი ეგ ყველაფერი წამოვიდა და წამოვიდა. მის მერეს დავდიოდი. შეგიძლიათ პარალელის გავლება დღევანდელ მოვლენებში. ხედავთ რაიმე საერთოს, მაგალითად, მაშინ იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. დღევანდელი თაობა ამბობს, რომ ისინიც იბრძვიან რუსეთისგან დამოუკიდებლობისთვის. თქვენ რას ხედავთ? კი ბატონო, ის ჩვენი ნამონაგარი და ნაბრძოლარი გაგვინიავეს. ჩვენ მოვიპოვეთ ეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიდე ეს საქმე. ჩამოვიდა შევარდნაძე, სამოქალაქო ომი, მოვიდა მიშა თავბირის წრევა და მე ვიტყვიო, შვილებო, 33 წელია ვჭამთ ქართველები ერთმანეთს. ეს არ მინდა, შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და იმათაც შევაგნებიოთ, რომ სამშობლო თქვენიც არის, მარტო ჩვენი არ არის. მე მოუწოდებ ყველა, შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და იმის თქვა მინდა, დღევანდელი ახალგაზრდა თაობა ისეთი მოდის, ვერ მოატყუებს ვერავინ და ვერ შეაშინებს, ეს იცოდეს ყველა. ჩემი სურვილი არის, ჩემი ნატურა, მეტი არაფერი, რომ ჩემი შვილმა იზოლატორში არ გაატაროს ახალი წელი.
თუ ჩემი შვილი სახში არ იქნება, ჩემთვის არ იქნება ახალი წელი. მე ძალიან ნერვიულობ და განვიცდი. ვერ მეგუები, ვიმედოვნებ, იმედი მაქვს კარგი ადამიანების, კარგი ხალხის, რომ იყოს ისეთი რამ, რომ ეს უდანაშაულოდ დაჭერილი მარტო ჩემი შვილი არა, სხვისი შვილებიც გამოუშვან სამართალმა იზეიმოს და ორ თვეზე ადრე 20-მდე იქნებ გამოუშვან და გამახარონ და ჩემი შვილი ჩემ გვერდზე იყოს. ძალიან გთხოვთ, ეს არის ჩემი მოთხოვნა, ჩემი ნატურა და ჩემი სურვილი, რომ იქნებ ჩემი შვილი ჩემ გვერდზე იყოს, ჩემ სახლში, თავის საწოლში დავინახო. თან რა გაიდღეს არის დაბადებული 7 იანვარი შობა. დაკავების და იზოლატორში ყოფნის პროცესში რეზის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს ადვოკატი. მაგალითად, ელგუჯა ავსაჯანიშვილი გვიყვება, რომ რეზის 6 საათის განმავლობაში არ ხსნიდნენ ბორკილებს, უკრძალავდნენ საპირფარე შოთის სარგებლობას. 2000 გვერდიანი საქმის გასაცნობად კი სულ რაღაც 1 საათი და 10 წუთი მისცეს. მანამ უბრალოდ არ აძლევდნენ საქმის მასალებს ადვოკატს. ნახოთ ინტერვიუ ადვოკატთან. ელგუჯა, მადლობა რომ მოხვედი და მე ამ ფორმატში პირველად საუბრობ მედიასთან და საზოგადოებასთან, ამდენადაც მე ვიცი თუ მეშლება გამოსწორე. რეზი კიკნაძის საქმე ბევრი გარემოებით მოექცა ჩვენი მედიის ყურადღების ცენტრში, მაგრამ საზოგადოებისთვის რა არის ის მნიშვნელოვანი დეტალები და გარემოებები, რაც აუცილებელია რომ ვუთხრათ, რა გამოარჩევს რეზი კიკნაძის საქმის სხვებისაგან. იმიტომ რომ ვიცით, რომ ბევრია დაკავებული მიმდინარე აქციების მსვლელობის დროს. რა თქმა უნდა, ნაწილი არის ადმინისტრაციული წესით, ნაწილი არის სისხლის სამართლებრივი წესით, თუმცა რეზის საქმე მაინც გამორჩეულია და რატომ? აი დეტალურად რო გავიაროთ ეს საკითხი და კომპონენტებად ჩამოვშალოთ, იმიტომ რომ საინტერესო არის, რატო შეარჩიეს ხო ეს ადამიანი ძალიან ბევრი ადამიანი დადის აქციას. პირველი მნიშვნელოვანი გარემოება არის ამის ის, რომ რეზის ფინანსურად, სოციალურად არც თუ ისე ძლიერი ოჯახიდან არის. შესაბამისად ამ ადამიანს არ შეეძლებოდა თავის ეფექტურად დაცვა. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ რაც ამ ლოგიკის ბმაში არის, რომ რეზი სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 50%-იანი დაფინანსება ჰქონდა, როგორც ვიცი. და სწავლა მიატოვა იმის გამო, რომ ოჯახის ვალები გადაეხადა სახლთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ხაზი არ არის ვალების ხაზი. ეს არის ის ხაზი, რომ დღეს მოქმედი ახალგაზრდა ჟურნალისტები ვინც არიან, მათი დიდი ნაწილის კურსელი იყო და იცნობს. ჟურნალისტს ხელს ვერ მოკიდებ, მაგრამ შეგიძლია მის მეგობარს, მის ნაცნობს, მის კურსელს მოკიდო ხელი და დაიწყო შიშის დათესვა, რომ ჩვენ აგერ ამებს ბედავთ. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ თუ დავაკვირდებით აქამდე დაჭერები ადამიანის ხდებოდა ძირითადად ლოკალიზებულად თბილისში. ეხლა უკვე რეგიონებს შეეხნენ, დაიწყეს რეგიონების ათვისება, რომ იცი რა, აგერ მოდით ხილად იყავი, თორე აგერ რუსთავში უკვე ჩვენ კაცი ყავს დაჭერილი, მოვედით რუსთავამდე, დღეს თუ რუსთავში დავიჭერეთ, ხვალ გორში ჩამოვვალთ. შესაბამისად, აქ ეს სამი კომპონენტი გამოიკვეთა, რომელიც ლოკაციის ამბავში, მოქმედების ამბავში, რომ ადამიანი ყოფილი სწავლობდა ჟურნალისტიკას და ვერ დაამთავრა და ასევე სოციალური ხაზი. შესაბამისად, მშვენიერი მსხვერპლი იყო ასარჩევა. კი, ამ ლოგიკას ეს სისტემა სხვა მსხვერპლების შერჩევის დროსაც შეიძლება ითქვას, რომ მიყვება, იგივე გვაქვს საბა მეფარიშვილის შემთხვევაშიც, როდესაც რამდენიმე გარემოება სწორედ მის საქმეშიც ემთხვევა, გულისხმობ ადამიანს, რომელიც 400 ლარიანი ჯებირების საქმის ცნობილ საქმეში არის მონაწილე, ისიც ვანიდან არის, ისიც ეკონომიკური პრობლემების გამო ოჯახის არჩენად ჩამოვიდა თბილისში და სწორედ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს დააკავეს. რომ დაუბრუნდეთ რეზის საქმეს. რეზის დაკავების მომენტში თქვენ საუბრობდით მათ შორის არაერთ ძალიან მნიშვნელოვან გადაცდომაზე და მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთ მეთოდზე, ლისზე აყვანაზე, რაც პრინციპში პირველია დაკავებების ამ სერიაში ამ ფორმის ტაქტიკის გამოყენების. ლისზე როდესაც აიყვანეს, მოხდა ესეთი რაღაც.
ძალიან ბევრი პოლიციელის თანდასწრებით ხდებოდა მასზე ზეწოლა, პირდაპირ ვიძახი, რომ ფიზიკურად ამ ადამიანს არ გასწორებინან, მაგრამ იყო შემდეგი სახის მუქარები. ეხლა ამოვიყვანთ ტრაქტორს და აქვე დაგმარხავთ, თქვი ყველაფერი დაასახელე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლების სახელდაგვარებიც ასევე გაჟღერებულია და არ განმეორდები, ასევე იყო ძალიან ცუდი მოწოდებები ამ სიტყვას უბრალოდ არ ვიტყვი თუ როგორ მოიქცეოდნენ და გაახსენებდნენ იმ დროს ადრე როგორ ექცეოდნენ ხალხს და ეს ერთ-ერთ ინტერვიუშიც ვთქვი, ასევე ლისის ეპიზოდზე ამ ზეწოლას რო თავი დავანებოთ, როდესაც პოლიციის განყოფილებაში იყო, როგორც მე რეზისგან ვიცი ფაქტად ამის საწინააღმდეგოც, რომ ყოფილიყო აუცილებლად გამოგვიქვეყნებდნენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ყველაფერი დაკამერებულია, 6 საათის განმავლობაში ადამიანს ედო უწყვეტად ხელბორკილი, მაგრამ დაუშვათ ამასაც აიტან ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ არაადამიანური მოპყრობაა, მთელი იმ დროის განმავლობაში ემუქრებოდნენ, მუქარა იყო პირდაპირი სახის, სიცოცხლის მიმართებით, ასევე ოჯახის წევრების მიმართებით, მაგრამ ამას გარდა ადამიანს საპირფარეშო სარგებლობის უფლებას არ აძლევდნენ. და ეს ზუსტად არაადამიანური მოპყრობა არის, მეტი რა არის. აქედან გამომდინარე, ყველა ეს გარემოება გვაძლევს იმ ფაქტორს, რომ მის მიმართ თუ ჩვენ ვერ ვიმშელებთ წამებაზე, მინიმუმ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი გვაქვს. აქვე წამება ახსენით და უბრალოდ აუდიტორიისთვის მინდა ვთქვა, რომ სახალხო დამცველმა დაკავების ამ აქტიური სერიების პროცესში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაკავებულების მიმართ სამართალდამცავის სისტემის მიერ ჩადენილი ქმედებები ერთგვარად შეაფასა სწორედ წამებად და სახალხო დამცველმაც გამოიყენა ეს სიტყვა. რომ დავუბრუნდეთ რეზის საქმეს, აქვე საინტერესოა სახალხო დამცველი თუ იყო მასთან შესული და თუ ესაუბრა? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო წინასწარი მოთავსების იზოლატორში შესული. რეზიმ დაუფიქსირა, რომ მის მიმართ იყო კონკრეტული ეს არაადამიანი მოპყრობა და როგორც რეზისგან ვიცი, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ახლა ამას ვერ დააფიქსირებდა და შემდგომ მიემართათ პირადად სახალხო დამცველისთვის. და შესულაც ასევე და ჩემი სიტყვების ისწორეც დასტურდება იმით, რომ როდესაც იზოლატორში შედიხარ, შესვლა ფიქსირდება. თუმცა იქ არ აუხსნია ახლა რატომ არა და რატომ შემდეგ. უთხრა ადამიანმა კონკრეტულად რა განახორციელეს და უთხრეს, რომ ახლა არა მოგმართეთ და შემდგომ დავაფიქსირებთ. კარგი, ჩვენ აუდიტორიისთვის ვიტყვი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს აუცილებლად დაუკავშირდებით და შესაბამისად მათ მხარესაც ინფორმაციას აუცილებლად მოგაწოდით. რეზის საქმეს რომ დავუბრუნდეთ, რეზი შიმშილობდა და რეზის შიმშილობასთან ერთად, როგორც დედამისისგან ვიცით, ჩვენ დედასაც ვესაუბრეთ, მასთან ერთად შიმშილობდა დედაც. და სწორედ დედის თხოვნის საფუძველზე შეწყვეტა მან შიმშილობა. ვიცით, რომ შიმშილობასთან დაკავშირებითაც არის არაერთი გადაცდომა, რომელიც სამართალდამცავმა სისტემებმა საკუთრივ შიმშილობის საწყისი დროის აღნუსხვისასაც დაუშვეს გადაცდომები და ამ კითხვაზე პასუხისას გთხოვთ ასევე თქვენ საქმეზე მუშაობის პროცესში სამართალდამცავის სისტემის მხრიდან სხვა გადაცდომები თუ გაქვთ დანახული და აღნუსხული. კარგით. ესეთი გარემოება შიმშილობას რო დაუბრუნდეთ. რეზი 80 საათი დაზუსტებულად შიმშილობდა დოკუმენტურად რო ვიმშილოთ. და ამის შემდგომ მე დედის წერილი შეუტანე, სადაც თხოვდა რომ შეეწყვიტა ეს შიმშილობა, რადგან თავადაც შიმშილობდა და ასე შემდეგ და რეზემ შეწყვიტა შიმშილობა. რაც შეეხება გადაცდომებს. პირველი გადაცდომა დაიწყო იქიდან, რომ შიმშილობის ნაწილში არ მოხდა დაფიქსირება ზუსტი დროის, როდის დაიწყო შიმშილობა. ეს მოხდა დროებითი მოთავსების იზოლატორში და ჩემ სხვა მოშიმშილე დაცვის ქვეშ ყოფებთან ვინც ყოლია, იგივე პრეცედენტები ხდება, აცხადებს შიმშილობას, ექიმი მოდის და ამას აფიქსირებს დაახლოებით 2 საათის შემდგომ და როდესაც ადამიანი შიმშილობა ეს 2 საათი შენ პროცედურულად რიგი მოქმედებები გასინჯვა გეკუთვნის, ექიმის ყურადღება გეკუთვნის, მინიმუმ ეს ყველაფერს გარეშე რჩები. შესაბამისად ასევე მნიშვნელოვანია, რომ ათვლა სწორად დაიწყოს, იმიტომ რომ არ არის შიმშილობა ადვილი პროცესი და
სამართლებრივად იურისტებისთვის ეს მნიშვნელოვანია, ყველასთვის ასევე მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი დაფიქსირდეს სწორად. მოშიმშილისთვის ხო ეხა რომელ საათს ჩაუწერენ ის ამაზე არ ფიქრობს, მაგრამ სამართლებრივი მხარე უნდა იყოს გამართული. ასევე დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრეთ და ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა იყო, რაც ეხება მტკიცებულებების გაცვლის ნაწილს, რაც დარეგულირებულია საპროცესო კანონმდებლობის 93 მუხლით მათ შორის. როდესაც მტკიცებულებების გაცვლა ხდებოდა, პროცედურებით თავი რო არ მოგაწყინოთ და მოკლედ გითხრათ, მოხდა ესეთი რაღაცა. უნდა გაიცვალათ დაცვის მხარისთვის, მაგრამ გამოძიებამ გადაწყვიტა თითქოს და გვაჯობებდა ჭკუაში და გადაწყვიტა შესულიყო იზოლატორში და გაიცვალა ბრალდებულისთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ბრალდებულიც და ადვოკატიც არის მხარე. მაგრამ ჩვენ მივხვდით, რომ ამას აპირებდნენ და გამომძიებას დავხვდით იზოლატორში, ანუ იქ ვიმყოფებოდი და ზუსტად ეს ეშმაკობა რო იყო მოფიქრებული, აქედან გამომდინარე დაცვის ქვეშ ყოფდა ბრალდებულთან, მოშიმშილესთან. მიტანილი ჰქონდათ გატეხილი დისკი, რომელზეც იყო ინფორმაცია ვითომ და ჩაწერილი. ჯერ პირველი, იზოლატორში შეუძლებელი არის შეამოწმო რა ინფორმაცია წერია დისკზე, ხო? როდესაც ბრალდებული ხარ. ვინ გაგიყვანს გარეთ და მოდი ჩადე დისკი და შემოწმო. მეორე, შენ შეიძლება ეს დისკი მისცე ადვოკატს გადასცე და მან შეამოწმოს ან რაღაცა მერე შემდგომ ხელს რომ მოაწერდა. გატეხილ მდგომარეობაში ასევე იმიტომ იყო, რომ შემდგომ ეთქვათ, რომ აი მან გატეხა, მან დააზიანა, თორე ხო შეეძლოთ მაშინ ინფორმაცია საერთოდ არ ჩაეწერათ რა. ეს დაზღვევა იყო გაკეთებული და ასევე აღსანიშნავი გარემოება არის, რომ მე როდესაც იქ დავხვდი იზოლატორში, სურპრიზად ასე ვთქვათ, ოქში შევიტანე, შენიშნა რომ გადმომეცა დაზიანებული დისკი. ამის შემდეგ იზოლატორში არის კამერა. გამომძიებელი დგება ფეხზე, ნახულობს, რომ ეს შენიშნა არის შეტანილი და გადის. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი არის ჩანაწერში. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართავ თქვენი ეთერის მეშვეობით, რომ განცხადება მაქვს თქვენთან შემოტანილი, გირეკავთ. ეს კამერები გაქრება. ციხეს დარეზერვებული აქვს ჩემი განცხადების საფუძველზე, მაგრამ თქვენ უნდა ამოიღოთ, დანაშაული არის. ადვოკატის ფარგლებში ყველაფერი არის გაკეთებული, მაგრამ ცალკე დანაშაული არის ჩადენილი და აქედან გამომდინარე ამოსაღები არის ეს მტკიცებულება და აი ეს ყველაფერი ჩანს კამერაზე, რომ გამომძიებელი იქ ხელს არაფერზე ზედმეტად შენიშვნა აღარ შეაქვს, მოწერილი აქვს ხელი და გადის. და მნიშვნელოვანი გარემოება აქ არის ის, რომ შემდგომ გამომძიებელი, როდესაც მიდის ოქში ჩანაწერს ამატებს. იქ არაფერი არ დაუწერია და შესაბამისად ეს ყველაფერი მოქალაქეს რო ჩაედინა, ხო? შეიძლება ყოფილიყო დოკუმენტის გაყალბება, მაგრამ როდესაც გამომძიებელი მტკიცებულებას ამემართებით აკეთებს, ხო? სისხლის სამართლის საქმეში აკეთებს ფალსიფიკაციას, მტკიცებულების ფალსიფიკაციას. აუდიტორიისთვის რომ ვთქვათ, რომ განმარტოთ უბრალოდ მარტივი ენით რომ უთხრათ, რომ თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე პროკურატურა ცდილობდა, რომ რაც შეიძლება დაგვიანებით გადმოგცემოდათ თქვენ საქმის მასალები, იმისთვის, რომ სრულფასოვანი დაცვა ვერ განგეხორციელებინათ. ამას ცდილობდა, მაგრამ ნახეთ, ერთი არის სამართლებრივი მხარე, მეორე არის მოხერხებულობის მხარე. სამართლებრივად მე ეს დოკუმენტები უნდა გადმომეცეს. თუ არ გადმომეცემა, ეს არის პრობლემა. მაგრამ არასამართლებრივი მხარეზე რო ვისაუბროთ, მე მაგალითად სხვა კოლეგებისგან, რომლებიც არ არიან ვალდებულები, თუ ამ მასალებს მათი თანხმობით გავეცნობი, ხელს ვერ შემიშლენ და პროცესზეც ვთქვი, რომ 2000 გვერდი მოიტანეთ, თქო, 1 საათი მომეცით. პროცედურულად დარღვეულია, მაგრამ ამას მე ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის ინტერესებზე არ მოვახდენინებდი ზეგავლენას და ჩემი ხერხებით და კონტაქტებით მაინც შევძელით ამ მასალების გაცნობა, იმიტომ რომ კოლეგა ადვოკატებს შეუძლიათ მასალები მოგცენ თანხმობის შემთხვევაში. ანუ 2000 გვერდი უნდა დაგემუშავებინათ 1 საათში. დიახ. ესე იგი, გამომძიებელი მოსული იყო 2 საათსა და 50 წუთზე, უფრო ზუსტები რო ვიყოთ, 4-ზე იყო პროცესი და შესაბამისად საათი და 10 წუთში უნდა დაგვემუშავებინა. ერთი ეპიზოდი მინდა აუცილებლად ყურადღება გავამახვილოთ, როდესაც რეზი ლისზე აიყვანეს, თქვენ ყვებოდით, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა ფსიქოლოგიური და დაშინება, ხო? დიახ. და ამ შემთხვევაში თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ აი ეს ადამიანები, ვინც მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, ნიღბების გარეშე იყვნენ. ანუ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ რეზის შეუძლია მათი იდენტიფიცირება. ძალიან კარგ რაღაცას გეტყვით, რაც პროცესზეც მოხდა. აქეთა მხარეს იჯდნენ ისხდნენ მოქალაქეები, იქეთა მხარეს იჯდა მთელი ცენტრალური კრიმინალური პოლიცია. და რეზიმ პირდაპირ
სამი ადამიანის სახელი და გვარი დაასახელა. მოსამართლე მე ეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნა. სად არის სპეციალური საგამოძიებო სამსახური? ჩემი მეგობრებიც მუშაობენ იქ და ვიცი რომ თქვენ აქ მუშაობას რო იწყებდით, სხვა мотиваციებით მიდიოდით, მაგრამ თქვენ უფროს არ უნდა რომ ეს გამოძიებები დაიწყოს და მივმართავ რომ დაიწყოს მოსამართლეს სხდომის ოქმად გაუჟღერა სახელი და გვარი სამი ადამიანის და მე რატო ვთქვი რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იჩნეთ. მე თვითონ მე სასტრაფო რომ მოვიდა პროცესზე რეზის შემშლობის გამო რომ სულად გახდა მესმოდა საუბარი რომ ეს ადამიანი შეიძლება იქაც იყო მე ჩემით იდენტიფიკაცია რომ ნუ გეშინი არაფერი მოხდება მე რა რომ დაასახელა სახელი და გვარი გესმით მე არ გამოვრიცხავ თვითონ დარბაზში იჯდა ეს ადამიანი ან გარეთ იყო იმიტომ რომ თვითონ მე თვითონ შევესწარი ამ საუბარს როცა ამშვიდებდნენ რომ ეგ არაფერს არ ნიშნავს. ანუ აუდიტორიას პერიოდულად მინდა რომ შევუჯამოთ ხოლმე რაზეც საუბრობთ, იმიტომ რომ ძალიან მოცულობითია ის შინაარსი, რასაც თქვენ ახლა გვაწვდით და მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს ეპიზოდი თქვენი კომენტარით. მოკლედ რომ ვთქვათ, ბატონ რეზის შეუძლია პირდაპირ ამოიცნოს ადამიანები, რომლებიც მასზე არაადამიანურად მოპყრობას ახორციელებდნენ. ეს ამოცნობა ცოტა რთული პროცედურად დავარქვათ. და გამოძიება შეიძლება ამდენით რო არ აქვს და ვერ იცლის და მეორე სახელს და გვარებს იძახის ადამიანი. ეს ადამიანები იყვნენ, ანუ იდენტიფიკაცია შეუძლია მოხდინოს სახელი და გვარით. საიდან იცოდა რეზი მათი სახელი და ერთმანეთს მიმართავდნენ გვარებით. მოგეხსენებათ პოლიციელებმა, სამხედროებმა იციან ერთმანეთზე გვარებით მიმართვა დავალების გაცემის დროს, რომ ესა და ეს გვარი წახვალ იქ მაგალითად და აქედან გამომდინარე რეზი არის ძალიან ნაკითხი ბიჭი განათლებული, ერთადერთი რასაც ესე განგზობადად ითხოვდა ხოლმე იყო რომ წიგნები შემომიგზავნეთ და შესაბამისად მისი ტვინი მისი მეხსიერება ძალიან განვითარებულია მიუხედავად იმისა რომ ესეც სტრესულ გარემოში იყო და შესაბამისად ეს სამი აქვს დამახსოვრებული მაგრამ რა თქმა უნდა ბევრად მეტი იყო. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად უნდა ვიკითხოთ საკუთრივ ბრალდებასთან დაკავშირებით. მას ედავებიან ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს და მათ შორის არის ქვის როლის ეპიზოდიც. პირველ რიგში გვაინტერესებს რა აღიარებს თუ არა რომელიმე ეპიზოდს რეზი და რამდენად არის გამორიცხული რომ მას ნამდვილად ჩაედინა ეს დანაშაული. გაქვთ თუ არა წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებები, რომელშიც ჩანს რომ რეზი ისვრის ნამდვილად ამ ქვას? ნახეთ როგორი სიტუაცია. თქვენი კითხვა საკმაოდ კარგი არის და განმარტოთ. ბრალა წარდგენილი ქვის როლა კი არა აქვს. იქ წერია ბრალდების დადგენილება არსებობს ესეთი დოკუმენტი, სადაც წერია ესეთი რაღაცა. ბრალი არის ზოგად. ბრალში არ არის მითითებული დრო. ბრალში არ არის მითითებული კონკრეტული ნივთები ვინ რა ისროლა. შესაბამისად, მითითებულია რომ ისროდა ქვებს, ასევე ბრალში აღწერილობით ნაწილში მითითებული არის რომ ხორციელდებოდა ძალადობა და ასე შემდეგ. დღეს მდგომარეობით მე არ მაქვს გადმოცემული რეზის მიერ რაიმე ვიდეოს სროლის დამადასტურებელი, მაგრამ დაუშვათ მსგავსი რამ რომც ყოფილიყო. არის თუ არა ეს ჯგუფური ძალადობა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომ დანარჩენი პირები 4-5 პირი ვინც არის, საერთოდ არ იცნობს ამ ადამიანებს, ასევე ერთი არის უკრაინის მოქალაქე, ერთი ჩამოიყვანეს ასევე რეგიონში იმყოფებოდა სამუშაოდ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. აი დღეს მე და თქვენ შეიძლება შევთანხმდეთ, რომ მე და თქვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს და მივიდეთ სასამართლოში და ვთქვათ, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ. მაგრამ ნახეთ, გამოძიებაში არსებობს ესეთი მექანიზმები, ანძები. ანძების მეშვეობით გინდება ლოკალიზება. ანუ მე და თქვენ ამ სივრცეში რომ ვიმყოფებით ეხლა ამ დროს ტელეფონი როდესაც იჭერს, ესენი ერთმანეთს ფარავს. შესაბამისად, მსგავსი არ უფიქსირდება, მასალებში არ გვაქვს. ასევე თუ მე ოდესმე თქვენთან დავრეკავ, ესაც ინახება. ასევე ნახეთ, ტელეფონი არის ამოღებული. თუ ოდესმე მოგწერთ და წავშლი ამის აღდგენაც ხდება. ვდებით რამდენ მექანიზმზე არის საუბარი. არც ერთი მსგავსი არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად ის რომ ეს ჯგუფი იყო და ჯგუფურად მონაწილეობდა აღნიშნულ ქმედებაში, ვერანაირად ვერ დადასტურდება, გესმით ხო? შესაბამისად კვალიფიკაცია რომელიც არის დამძიმებული ხელოვნურად, იმიტომ რომ წარმოჩინებული იქნას თითქოს ამ ყველაფერში ჯგუფმა დაგეგმა მონაწილეობდა და განახორციელა. და მაგალითად თუნდაც რეზზე არ ვიძახ, თუნდაც ნებისმიერ სხვა პირს ეს მოქმედებები რომ განეხორციელებინა ინდივიდუალურად მისი გადაწყვეტილებით, ხო გვექნებოდა სხვა კვალიფიკაცია, ამიტომ ბრალდებას დაჭირდა ჯგუფის შექმნა, რომ აღკვეძე კაცი პატიმრობაში გყავს გასაშვებით ახლა. მსუბუქი ბრალით როგორ უნდა გაუშვა? ნუ მაგრამ ამ სასამართლოს პირობებში არც ეგ იქნებოდა ძნელი.
და რომ დავასრულოთ საუბარი, რადგან ცოტა დრო გრჩება თქვენი საუბრის პროცესში სახელმწიფო რამდენიმე ინსტიტუტს შეეხეთ, მათ შორის გენინსპექცია, სასამართლო სისტემა, პროკურატურა და ასე შემდეგ. ამ ინსტიტუტების მუშაობის ბოლოდროინდელი პრაქტიკის გათვალისწინებით თქვენ რა მოლოდინი გაქვთ 20 იანვარს ჩანიშნული სასამართლოს ხდომისაგან? ნახეთ, სანამ 20 იანვარზე ვიმსჯელებთ, მანამდე უნდა ვიმსჯელოთ რა მოხდა 20 იანვრამდე. მოსამართლემ, რომელსაც 150-მდე განჩინება აქვს გაჩცემული, პირების დაკავების შესახებ ამ საქმეში ვიძახი კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით ქალბატონ ჭედლიშვილის გულისხმობ. ამ მოსამართლემ იმსჯელა იმაზე, თუ უნდა წასულიყო, თუ არ უნდა წასულიყო ადამიანი პატიმრობაში. მე მესმის, რომ კანონმდებლობით, საპროცესო კანონმდებლობაში ჩანაწერი არ გვაქვს, მაგრამ არსებობს შინაგანი ეთიკაც ასევე, რომელიც ასევე მოსამართლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დასაბუთებულ ვარაუდის სტანდარტზე ვსაუბრობთ, რომელიც ასევე არის განჩინების გაცემის საფუძველი და არის ასევე აკკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. 150 შემთხვევაზე რომ იმსჯელე და თქვი რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არსებობს, თქვენ ქალბატონო მოსამართლე პროცესზე რომ შემოდიხართ, განა უკვე წინასწარი განწყობა არ გაქვთ შექმნილი მასთან დაკავშირებით არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი, როდესაც თუ მეტყვით რომ აი მასალებს გავეცნობოდი და იმის მიხედვით რომ როცა ამ მასალებში ძირითადი ტომები არის თქვენთან შემოტანილი განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად ეს გარემოება გვაქვს აქ. ასევე სხვა დარღვევებთან დაკავშირებით რომ ვიმსჯელოთ, პროცესი საჯარო იყო და ჩანაწერებიც არსებობს. პროკურორი მეუთითებდა ესეთ რაღაცას, ვითომ და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო ადმინისტრაციულ სახით დადებული. რაც შემდგომ ვითხოვე რომ მასალაზე მემითითეთ ხო არის გაცვლილი თქო და რაღაცას რო აჟღერებ ხარე როდესაც ხარ მტკიცებულება უნდა იქნას წარმოდგენილი და ეს მტკიცებულება მასალებში არ იყო და პირიქით საწინააღმდეგო მტკიცებულება იყო და ეს ტყუილი ზუსტად იმიტომ იყო რომ აკკვეთის ღონისძიების დასაბუთების დროს ხელახალი დანაშაულის საფრთხე შეძლებოდათ რომ დაესაბუთებინათ, მაგრამ პროკურორის ეს ტყუილი იმ პროცესზე გამოიკვეთა, რომ მტკიცებულება ამისი არ ჰქონდა და შესაბამისად ვერ იმსჯელეს ამ ნაწილთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანი გარემოებები არის ის, რომ რეზის ეუბნებოდნენ, რომ ვითომ ძალიან დიდი კონტაქტები აქვს უცხოეთში და მატერიალური შესაძლებლობიდან გამომდინარე ეს წერია, შუამდგომობაში წერია. შეუძლია რომ მიმალოს და შემდგომ წარდგენილი იქნა მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანს საზღვრის კვეთა არასდროს არ უფიქსირდება. პასპორტი არ აქვს და ასევე ჩვენ მოვითხოვეთ რომ 199 მოქლის საფუძველზე დამატებითი ღონისძიება დაუნიშნე პატიმრობაში რატო უშვებ ხო ელექტრონული ზედამხედველობა დაუნიშნე ადამიანს და ამის საშუალებით მოხდეს მისი კონტროლი და არც ამაზე არ იმსჯელა მოსამართლემ და ასევე 53 თავდები ყავდა ბატონ რეზის და არც თავდებობაზე არ უმსჯელია მოსამართლეს და ყოველივე აქედან გამომდინარე თუ მეკითხებით რისი მოლოდინები მაქვს იმის მოლოდინები მაქვს რომ სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად დარღვევას დაადგენს ამ საქმეზე და ამ მოსამართლეების პირობებში რაც მე ვიმსჯელე კი ხვდებით რა მოლოდინი შეიძლება ქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს. დაპირებისამებრ ჩვენ სახალხო დამცველის აპარატსაც მივმართეთ. აპარატში გვეუბნებიან, რომ გასაუბრების მომენტში რეზის არ დაუფიქსირებია აღნიშნული გადაცდომების შესახებ, შესაბამისად სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოუწოდებს ადვოკატს, რომ შესაბამისი განაცხადით ომბუდსმენს მიმართოს. ჩვენ ასევე მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. გვითხრეს, რომ რეზი კიკნაძის საქმეში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა როდის დაიწყო გამოძიება, ამას უწყება არ გვიკონკრეტებს. გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე მეტ დეტალს ვერ მოგვაწვდის. ექიმი, მწერალი, მთარგმნელი, მსახიობი, სტუდენტი, ჟურნალისტი, სკოლის მოსწავლე 28 ოქტომბრიდან დღემდე მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე 500-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათი უმეტესი ნაწილი სასტიკად, ნაცემი და დაშავებულია. სახალხო დამცველმა მომხდარი არაადამიანურ და დამამცირებელ მომპყრობად შეაფასა. გამოყენებული აქვს სიტყვა წამებაც. ვის აკავებენ აქციებზე? ტოქტივიმ რამდენიმე საქმეს მოუყარა თავი. ექიმი, მწერალი, მთარგმნელი, მსახიობი, სტუდენტი, ჟურნალისტი, სკოლის მოსწავლე 28 ოქტომბრიდან დღემდე მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე 500-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათი უმეტესი ნაწილი სასტიკად ნაცემი და დაშავებულია. სახალხო დამცველმა მომხდარი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად შეაფასა.
პედიატრ კოტე ჩახუნაშვილს ოჯახის წევრები გუშინ 9 დეკემბერს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ექიმის ცოლმა, რეპროდუქტოლოგმა და ბლოგერმა ეკა კვირკველიამ გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს პედიატრის მიტოვებული მანქანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი მეუღლე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს, რასაც პედიატრი უარყოფს. კონსტანტინე ჩახუნაშვილი ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრია. კოტე ჩახუნაშვილი და ეკა კვირკველია აქტიურად არიან ჩართულები საპროტესტო აქციებში და თავიანთ კრიტიკულ აზრს ღიად აფიქსირებენ. სახვითი, სასცენო და კინოტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და ხელოვნების უნივერსიტეტის 4 სტუდენტი ასევე გუშინ 9 დეკემბერს დააკავეს. შსს მათ აქციების დროს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავება. უწყებაში რწმუნებიან, რომ ზემოთ ხსენებული პირები საგანმანათლებლო დაწესებულებაში რექტორის ოთახთან ბანერის გაკვრას გეგმავდნენ. რა დროსაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოაქვეყნეს მიმოწერის სქრინი, სადაც ჩანს თუ როგორ ემუქრება ერთ-ერთი პირი დეკანს. ახლა კადრებში ხედავთ თუ როგორ გამოიყურებოდა აქტივისტი საბა ქევხიშვილი დაკავების დროს. ახლა კი დაკავების შემდგომ ის ასე გამოიყურება. საბა ქევხიშვილის სპეცრაზმის თანამშრომლებმა 1 დეკემბერს დააკავეს და მასზე იძალადეს. შედეგად მას აღენიშნებოდა დაზიანებების სახის არეში, ცხვირის და ყბის ძვლების დაზიანებები, ასევე თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერხევა. მონაცემებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს. იაკობ გოგებაშვილის შვილთა შვილის შვილი, ლაშა გოგებაშვილი და კიდევ ერთი პირი მაშინ დააკავეს, როდესაც ნაძვის ხის კონსტრუქციაზე საქართველოს ევროკავშირის და უკრაინის დროშების დამაგრებას ცდილობდა. შსს მას ნაძვის ხის კონსტრუქციის დაზიანებას ედავება. ლაშა გოგებაშვილი, როგორც მისი ოჯახის ახლობელი, ხათუნა გოგებაშვილი ამბობს, ლაშა მხატვარი და არქიტექტორია. არ მეკონა აქ თუ კნახავ. მე სხვა დროს და სხვა ადგილას გელოდი დღეს. ქართული სერიალის ცვალებადი ნიშნების ერთ-ერთი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 28 ნოემბერს დააკავეს. 5 დეკემბერს დააკავეს კომიკოსი და იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 4 პირი. ისინი ჯგუფური ძალადობის მუხლით არიან დაკავებულები. 7 დეკემბერს სასამართლოს ხდომაზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, გირაოს შეფარდების თაობაზე და პირები პატიმრობაში დატოვა. თითოეულ მათგანს 4-6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 22 წლის სმენა დაქვეითებული დავით აბულაძემ მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს დააკავეს. როგორც შშმ პირის დედა სტუდია მონიტორს უყვება, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულმა სპეცრაზმელებს მიანიშნა, რომ სმენა დაქვეითებული იყო, არ დაუჯერეს და ცემა დაუწყეს. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი თამარ გაბოძე გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე დავით აბულაძე სახლში განაგრძობს მკურნალობას. მას აღენიშნება ტვინის შერყევა, ცხვირის მოტეხილობა და სხეულის დაჟეჟილობა. გაბოძეს თქმით, აბულაძის სასამართლო პროცესი ჯერ არ არის ჩანიშნული. დაკავებულებს შორისაა ინტელექტუალური თამაშის წიგნების თაროს 3 მონაწილე, სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანაძე. პირველი არხის ცნობით 3-ვე მათგანს აღენიშნება სხეულის დაზიანებები. 8 დეკემბერს დაკავებულთაგან 2 სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, ხოლო სანდრო მეტრეველს 2300 ლარიანი გირაო შეუფარდეს. ქართული ოცნების მმართველობის დროს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლო ზალავიძე შვილთან ერთად 7 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ფაქტზე ალავიძის ახლობლებზე დაყრდნობით წერდა ნეტგაზეთი. ნიკოლო ზალავიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს 2019 წელს ქართული ოცნების მმართველობის დროს იკავებდა. ამის შემდეგ ის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტიც იყო. როცა რძესავით აიჭრება ყველა ტკივილი, დრო კი წაიღებს აწმყოს თითქოს სრემს ჩაიბრუნებს. რა იქნება აუტანელი? ცოცხლების თუ მკვდრების დუმილი? ამ სიტყვების ავტორი თსუ-ს კურსდამთავრებული პოეტი და მასწავლებელი თორნიკე ჭელიძე 30 ნოემბერს დილით პარლამენტთან ძალადობრივად დააკავეს. მას სასამართლომ 6 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. თორნიკემ დროებითი მოთავსების იზოლატორი 7 დეკემბერს დატოვა. შშმ პირი ვარ, კიბო მჭირს სისხლის და ესენია ესე უსისხლოდ მაჩერებენ. ამ სიტყვებს უმეორებს აქტივისტი თორნიკე მსხილაძე პოლიციელებს, რომლებიც მას მისივე თქმით უმიზეზოდ აკავებენ. თორნიკეს დაკავებამდე Facebook Live-ი ჰქონდა ჩართული. შემთხვევა გუშინ ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე მაშინ მოხდა, როდესაც დაკავებული ავტომობილით გადაადგილდებოდა.
საუბარი არის როგორც უბრალო სტუდენტებზე, ხო, ასევე ექიმებზე, მსახიობებზე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებზე. აქ ერთი მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ ტენდენცია, რაც უშუალოდ აქციებზე დაკავების დროს იკვეთებოდა, იყო ის, რომ ვინც კი ხელში მოყვებოდა შესუსს აკავებდა იმას, ხო და აქ არ ქონდა მნიშვნელობა ეს პირი მშვიდობიანად იდგა იქ რაღაც რაიმე ქმედებას ჩადიოდა თუ არ ჩადიოდა, რა პროფესიის იყო, რა ასაკის იყო, ქონდა თუ არა რაიმე სხვა ფაქტორი, რაც უნდა გაეთვალისწინებინათ, მაგალითად ჩვენ ნახეთ შემთხვევები, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც კი საკმაოდ სასტიკად იძალადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაკავების პროცესში და დაკავების შემდეგ. შსს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 28 ნოემბრიდან მოყოლებული პოლიციელებმა აქციაზე 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავა, ხოლო 30-ზე მეტ პირს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ედავებიან. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შსს ვებგვერდზე. დამატებით კომენტარს უწყებაში არ აკეთებენ. დაუკავშირდით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გვაინტერესებდა რამდენი პოლიციელის წინააღმდეგ დაიწყეს საქმის წარმოება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და არიან თუ არა დაკავებულები. ეს უწყება ძდუმს და მხოლოდ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციისკენ მიგვითითებენ, სადაც მხოლოდ მინიშნებულია, რომ გამოძიება დაიწყეს. ჩვენ შევხვდით 327 დაკავებულს. აქედან 225 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ამის შესახებ განცხადება იოსელიანმა დღეს გაავრცელა. ჩვენ შევხვდით 327 დაკავებულს აქციაზე, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მე პირადად ვქონდა მათთან საუბარი, პირადად ვნახე ეს ადამიანები, საზოგადოებას ვნახე ეს ადამიანები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ძალიან ეფექტურად, დროულად გამოიძიოს ყველა ეს საქმე და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, მისცეს პასუხისმგებაში, დაუშვებელი არის, რომ ეს საქმეები არ იქნეს გამოძიებული, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კანონდარღვევებს და ჩვენ შემდგომში მივიღებთ კიდევ უფრო მძიმე სურათს. იურისტთა ერთიანი ქსელი აქციაზე დაკავებული 500-მდე პირის ინტერესებს იცავს. გვეუბნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თაზო კირთავა. იურისტის თქმით, დაშავებულების უმეტესობას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. იგი ასევე სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა და მხარდამჭერთა დაშინებაზე საუბრობს. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს აქციის მონაწილეთა ან აქციის მხარდაჭერთა დაშინებას და სწორედ ამიტომაც არის დემონსტრაციული ძალიან ის დაკავების ფორმები, რომელსაც ის იყენებენ, არის უკანონო, მაგალითად ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ფაქტობრივად იტაცებენ ხო საკუთარი სახლებიდან, იმიტომ რომ თითქოს სადღაც გამოკითხვაზე უნდა გადაიყვანონ ისინი, მაშინ როდესაც რეალურად ადამიანის უფლებაა ის მივა გამოკითხვაზე თუ მაგისტრატი მოსამართლის წინ, ხო? ასევე ადმინისტრაციული წესით თითქოს აკავებენ ადამიანებს საკუთარი მანქანებიდან ან ჩხრეკის პროცესში, მაშინ როდესაც თავად ჩხრეკა არის უკანონო. მშვიდობიანი აქციის რამდენი მონაწილეა დაშავებული? ამაზე არც ერთი უწყებისგან დაზუსტებული მონაცემები არ გვაქვს. ჯანდაცვის სამინისტროში მთელი დღეა ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. მათ მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს კლინიკებში 158 დაშავებული გადაიყვანეს. 28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აჩერებს. აღნიშნულს მოსახლეობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოხდა. მას შემდეგ თბილისში და რეგიონებში უწყვეტი აქცია იმართება. აქციას წყლის ჭავლის, ციცაკის სპრეის და ცრემსადენი გაზის გამოყენებით შლიან. დაკავებული და სასტიკად ნაცემია 200-მდე ადამიანი. დაზუსტებული ჯამური მონაცემები სახელმწიფო უწყებებისგან ამ დრომდე არ არსებობს. ამერიკის ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩინეთი. მასთან ურთიერთობა და მსოფლიოში მისი როლია. მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ერთვება და მოსკოვს ეხმარება, ამერიკა მოუწოდებს პეკინს
გადადგას ნაბიჯები თავისი მოკავშირის შესაკავებლად. თავად პეკინი კი რუსეთ-ჩრდილო კორეის პარტნიორობით შეშფოთებას უკვე ამჟღავნებს. ნახოთ ჩვენი პარტნიორის ამერიკის ხმის რეპორტაჟი. ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. პირისპირ საუბარი ბოლოს ლიმაში, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე გაიმართა. ბაიდენმა მაშინ ღრმა შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ ჩინეთი რუსეთს უჭერს მხარს, რაც ვაშინგტონის შეფასებით უკრაინაში ომს ახანგრძლივებს. მან ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯარისკაცებით რუსეთის დახმარებაც დაგმო. სი ძინპინი კი ამბობს, რომ ჩინეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობას და სტაბილურობის მომტან ძალად ყოფნას ცდილობს. ნატოს წევრ მოკავშირეებთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ევროპელი ლიდერები ამერიკის მსგავსად მოუწოდებენ ჩინეთს შეწყვიტოს მატერიალური დახმარება რუსეთისთვის, რომელიც თავის მხრივ ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ უპრეცედენტო ერთობა გვქონდა მოკავშირეთა შორის იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რასაც ჩინეთი უქმნის ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას. ეს გულისხმობს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის კრიტიკულად მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც საშუალებას იძლევა რუსეთის აგრესია გაგრძელდეს და გააქტიურდეს. ის, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხეა. ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე საჯარო კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა ანალიტიკოსების აზრით ეს სიჩუმეც მიუთითებს იმას, რომ ჩინეთს აწუხებს ეს საკითხი და მის ორ მეზობელს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობა მას მნიშვნელოვან დილემას უქმნის. რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და სის ურთიერთობა არაა ისეთი მტკიცე ან მჭიდრო, როგორც ჩვენ ზოგჯერ გვგონია. პუტინი იმას გააკეთებს, რაც მისი ინტერესია და აუცილებლად სულაც არ აცნობებს ჩინეთს იმას, თუ რას აკეთებს. არ მჯერა, რომ ჩინელებმა წინასწარ იცოდნენ მაგალითად იმ თავდაცვითი პაქტის შესახებ, რომელიც პუტინსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმდა. ზოგიერთი ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გამოკვეთილმა პარტნიორობამ უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის სტრატეგიული პოზიციები შეასუსტოს და გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს, რაც პეკინისთვის სასიკეთო არ იქნება. სათვალე დასრულებულია. შევხვდებით ერთ კვირაში. დროებით.